მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. ეკლესია განსაკუთრებული პატივს მიაგებს დედა ღვთისმშობელს. უდიდეს 12 დღესასწაულთაგან სამი ღვთისმშობლის შობა, ყოვლადწმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმი არის მიძღვნილი. მარიამობის მარხვა 2 კვირა გრძელდება. დეტალურად დღესასწაულის შესახებ სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარ მამა ვაჟა სონღულაშვილთან ვისაუბრებთ. მამა ვაჟა, დაგულოცეთ, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. დაგულოცოთ ღმერთმა და გაკურთხოთ მამას ეცირ. როგორც ვიცით, მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში გარკვეული ცნობები თუ როდის დაწესდა მარხვა არ არის. რა დატვირთვა აქვს მარიამობის მარხვას და როგორ უნდა შეიცვალოს ადამიანი უკეთესობისკენ. ხვალფერის თვალების დღესასწაულიც არის. უპირველეს ყოვლისა ყველას რა თქმა უნდა მოგესალმებით და მოგილოცავთ მარხვის დაწყებას. მე ყოველი მარხვის დაწყებას ყველას ულოცავ ხოლმე, იმიტომ რომ მარხვა ეს არის დრო, პერიოდი, ჟამი სულის განწმენდისა. სულის რო განიწმინდას და გულს განიწმინდას ადამიანი განსაკუთრებული სიხარული ეუფლება ესეთ ადამიანს, რომელი ადამიანი სწორად იმარხულებს, მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, ისწავლის ლოცვას და აღსარებით და ზიარებით მიეტევება ცოდვები და ამ დროს ადამიანი შინაგანად ხდება ტახტი უფლისა და სამყოფელი ტაძარი ღვთისა. და სადაც უფლის მადლია, იქ არის უდიდეს სიხარული, წყალობა და რწმენა და იმედი. ამიტომ მარხვა ნამდვილად არის მოსალოცი, ყველას გილოცავთ მარხვის დაწყებას. მარიამობის მარხვა უშუალოდ ვიცით რომ მე-11 საუკუნიდან უფრო მეტად, ესე ვთქვათ, დამკვიდრდა და უფრო მასიურად ხდება ეკლესიებში უკვე დაწესებულად, რომ მარიამობის მარხვა არის დადგინებული და აქედან უკვე მოყვება და ეკლესიაში მრევლი მარხულობს და თქვენ რო კარგად აღნიშნეთ, რომ მართლაც სამების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სერაბიმ ქერაბიმებზე ზემდგომია, ესე ვთქვათ და სამების შემდეგ მეორე და ამ დროს დედა ეკლესია მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს მიძინების დღესწაულს წინა 2 კვირა უსწრება უძღვის მარხვა. ანუ განსაკუთრებულად ემზადება. ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ მართლაც 12 დღესასწაულთაგან 3 ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ეხება. ეს არის მიძინება 28 აგვისტოს და ამას მარიამობის მარხვით ცნობილი და მარხვით ხდება მრევლი. ეს არის 21 სექტემბერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა და ეს არის 4 დეკემბერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. ანუ 12 დღესასწაულთაგან, საუფლო დღესასწაულთაგან ეს 3 ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაულია შეტანილი. ასე რომ ძალიან დიდი მარხვაა და უნდა ვემზადებოდეთ ლოცვით, მარხვით, ეკლესიაში სიარულით და უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ის მუგზულები, ის ანთებული ცეცხლი, რომელიც ცეცხლიც იქნება მადლის სახით ჩვენს გულში და გონებაში ანთებული. ხვალ არის ფერისცვალების დღესასწაულიც, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის. ფერისცვალების დღესასწაული, როდესაც მოციქულები მაცხოვარმა გაიყვანა თაბორის მთაზე და იცით რომ ამ დროს აი იერუსალიმშიც თაბორის მთაზე სასწაული ხდება, რომ ღრუბელი ჩამოწება ხოლმე, რომ იცით კიდევაც ხო, ესე არის ჩემი საყვარელი, როდესაც გაიყვანა და თაბორის მთაზე და ფერი იცვალა მაცხოვარმა და ეს ერთგვარადაც უნდა ვიცვახსოვთ, რომ ჩვენც უნდა მორწმუნე ადამიანი ფერისცვალების გზას უნდა იყოს დამდგარი. უნდა განსპეტაკდეს, როგორც აი მაცხოვრის ლოცვის დროს, რომ ვითარცა თოვლი, მისი სახე, მისი შესამოსელი განსპეტაკდა, აი ესე უნდა განსპეტაკდეს თითოეული ჩვენგანი. რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის ამ წუთის სოფელში ცოდვიან დაცემულ ადამიანები ჩვენ ყველა თითოეული ჩვენგანი ძალიან მძიმეა, მაგრამ არ არის კაცი, რომელიც ხონდეს და არ ასწოდოს. უფალი მოწყალე და კაცთმოყვარია, ამიტომაც დაგვიდგინა უფალმა დედა ეკლესია დაგვიწესა, ამიტომაც არის ეკლესიაში მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, რომ სწორედ აი ამ განსპეტაკების ფერისცვალების გზაზე იყოს დამდგარი და ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ. რა თქმა უნდა, საუფლო დღესწაულია ფერისცვალება, დედა ეკლესიაში ფერისცვალებას უნდა დავესწროთ, აღსარებით, ზიარებით, მონაწილეობა მივიღოთ წირვაში და ფერისცვალების შემდეგ იცით რომ ხილიც იკურთხება ხოლმე სამადლობლად. საინტერესო, რატომ იკურთხება ამ დღესასწაულს? სამადლობლად და სავედრებლად და მადლიერებას გამოხატავს და ესე ვთქვათ შესაწირი მიაქვთ ხოლმე
ეს ოდითგანვე ესია ტრადიცია და იკურთხება, მადლობაში ესწირავენ ნაყოფისთვის, კეთილ ნაყოფისთვის და ხვავს და ბარაქას თხოვს ადამიანი ამ დღეს უფალს და რა თქმა უნდა მადლიერებით ხვდება და ამერე ეს უნდა ვეცადოთ რომ სიკეთეც გავაკეთოთ ის რაც მოგვეცემა ჩვენ მოსავალი აი კახეთში ვართ და მოსავალი რაც მოგვეცემა უნდა გვახსოვდეს რომ მადლიერები უნდა ვიყოთ ეს მადლიერება ერთგვარი სიკეთის კეთებითაც უნდა გამოიხატებოდეს და ამიტომ ესე დიდ დღესასწაულს უახლოვდებით ჩვენ. დიახ, ხშირად მორწმუნეები ფერისცვალებამდე არ მიირთმევენ ხოლმე ყურძენს. რამდენად სწორი სწავლებაა ეს? წესით ესე უნდა იყოს, ხო? აი ჟამში განმარტებაში ესე წერია, რომ ფერისცვალებამდე ვიდრე არ იკურთხება ყურძენი და ლეღვი არ უნდა იხმიოს ადამიანმა და წესით ესე უნდა იყოს. რას ურჩევთ მამაოჟა იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ არიან მარხვაზე, არის თუ რა დაგვიანებული, რომ თქვათ დღეიდან დაიწყონ? ჩემმა მოძღვარმა დღესაც ესე იცის და ჩემ ბავშვობაში ძალიან კარგად მახსოვს და სულ ყურთმესმის ხოლმე მისი სიტყვები, რომ მარხვის მიწურულსაც კი ესე მოუწოდებდა ბოლოს ადამიანებს მრევლს იქ შეკრებილებს ახალმოსულებს რომ ვისაც არ დაგიწყიათ მარხვა დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მარხვა იგივეს გავიმეორებ მე ვისაც არ დაგიწყიათ მარხვა დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ თან მარხვა მარიამობა და თქვენიც რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრე ქვეყანა ვართ საქართველო განსაკუთრებულად დიდ პატივშია საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქართველი კაცის გულში ძალიან დიდ პატივს მიაგებს მორწმუნე საზოგადოება და ქართველი ადამიანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ძალიან დიდი სასოება გვაქვს ჩვენ და დიდი იმედი და რწმენა გვაქვს და ჩვენ წილხვდომილად ვიწოდებით საქართველო ქართველიერი და თუ როდესმე გადავრჩენილ ვართ და გამოვედით დღევანდელობამდე ვისი მფარველობა და კალთა თუ არა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ამისა რომ ყველა განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ სიხარულით ჩვენი დედის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მარხვას მის მიძინების დღესასწაულს მარხვით უნდა მივიახლოთ და უნდა ვისწავლოთ ამავდროულად მარხვაში ლოცვა რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს აი ამ მარხვაში ღვთისმშობლისადმი ლოცვა საუბარია ხო ლოცვა იგივე უნდა წარმოვთქვათ უნდა ის კანონები წავიკითხოთ დაუჯდომელი იქნება პარაკლისი რა თქმა უნდა მოძღვრის ლოცვა კურთხევით და ამავდროულად ჩვენი ინდივიდუალური სიტყვითაც უნდა წარმართოთ ვისწავლოთ ვესაუბროთ უფალს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და წარმოგიდგენიათ ახლა ჩვილი ბავშვი პატარა ბავშვი თუნდაც აქცეული ცუდად მქცომ ვინც იქცევა და დედას ესაუბრება ეტიტინება ცდილობს თავის გასაჭირი მოუყვეს დედა რა თქმა უნდა გულმოწყალია და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი კიდე ორმაგად გულმოწყალია ჩვენს მიმართ და აუცილებლად მოგვისმენს მოუყვეთ ჩვენი გასაჭირი ჩვენი სამშობლოს გასაჭირი მსოფლიოს გასაჭირი ჩვენი დაცემულობა და შევთხოვოთ ამ მარხვაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ფარველობა და შემწეობა და ამერწმუნეთ რომ ძალიან დიდ მადლს და სასწაულს მოახდენს ეს მარხვა ჩვენს ცხოვრებაში თუ ჩვენ მართლაც შევთხოვთ და გულწრფელი ვიქნებით ამ ლოცვაში რომ შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ფარველობა გაგვიწოს და მის კალთის ქვეშ ვიცხოვროთ აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იქნება ჩვენი ფარველი და მეუღი დიახ, ადამიანებს ხშირად დაინტერესებთ ხოლმე, შესაძლებელი არის თუ არა უფალს გარდა იმისა, რომ სთხოვონ სულიერად გაძლიერება, შემწეობა, სთხოვონ პირადი სათხოვარიც. რა თქმა უნდა, სამსახურის დაწყება, დაოჯახება და ასე შემდეგ. ეს ზოგადად უხერხულება ხოლმე. რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ბოლოში უნდა დავაყოლოთ ხოლმე აუცილებლად, რომ ჰე უფალო, როგორ რაც ჩვენთვის იქნება სათნო, რომ ჩემი ცხოვრება წარიმართოს, ყველას ესე ვეუბნები ხოლმე, როცა გამოდიხარ გარეთაც, ჯვარი დასახეს შენს გაგზას და უფალო წარმართე გზა ცხოვრებისა ჩემისა. აი რაც ჩვენთვის იქნება, ჩვენ რასაც ვთხოვთ, ზოგჯერ არის რომ ადამიანური სისუსტე გარბის და მატერიალური მიჯაჭვულობისკენ არის ადამიანი და ახლა ადამიანს თხოვს რაღაცა მატერიალურს. რა თქმა უნდა შეგიძლია სთხოვო, მაგრამ აბა დაფიქრდი, უფალს ამაზე უნდა ესაუბრებოდე, რომ უფალო სულის ხონების რაც საჭირო იქნება ის მომადლე მე და რა თქმა უნდა უფალი საკუთარ შვილს როგორც აი მამშობელი საკუთარ შვილს არაფერს არ მოაკლებს ჩვენ თუ გულწრფელი ვიქნებით უფლის მიმართ უფალი ჩვენ არაფერს არ მოგვაკლებს ამ ქვეყნიურ სიმდიდრესაც მოგცემს და რა თქმა უნდა სულიერთან ერთად უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ სულიერია ჩვენ სახარებაში ვიცით პირველად ეძიებდით ღვთისმსახურებელს მის სიმართლეს და ყოველივე შეგეძინოთ თქვენ ნახეთ რა საინტერესო შეგეძინოთ თქვენ ამ თუ ეძიებ პირველად ღვთისმსახურებელს მის სიმართლეს უფლის ლოცვა კურთხევა არისო ყოველივე შეგეძინება შენ დიახ მამოჟა როცა ადამიანი მოდის ეკლესიაში სანამ ის გახდება მრევლის ნაწილი რა გზას გადის ალბათ ის უნდა მივიდეს ეკლესიაში და არ არის მოსარიდი რომ მივიდეს ეკლესიაში რა თქმა უნდა მართლმადიდებლური ეკლესია არის მართლმადიდებლური და სწორი ჭეშმარიტი სარწმუნოება მაგრამ არის ახლა ინდივიდუალურად ადამიანმა უნდა მოძებნოს მოძღვარი
ანუ მღვდელი, რა თქმა უნდა, ყველა მღვდელი ღვთისმსახურე, მაგრამ მოძღვარი, რომელსაც შენ შეძლებ კომუნიკაციას, ადვილად შეძლებ კომუნიკაციას. როგორ უნდა მოძებნო ასეთი მოძღვარი? უნდა მოусმინო, მიხვიდე გაესაუბრო, მიხვიდე მოусმინო მის ქადაგებას, მის სიტყვაპასუხს, მის დამოკიდებულებას, ანუ ნახეთ ესეც წმინდა მამებიც ამბობენ რომ მინდორში გაბზნეული ყვავილებია ხო მოძღვრები და ამ დროს ზოგს გვირილა მოსწონს, ზოგს ყვაყაჩო მოსწონს, ზოგს ვარდია ამოსული ის ზოგს უბრალო ბალახია ხო რაღაც მწვანე ხასხასა ის მოსწონს არც ერთი არ უნდა შეურაცხყოს არც ერთი არ უნდა გათელოს, მაგრამ ის რაც ვინც რაც მოსწონს, იმასთან მიდის, ხო? ვიღაცას ვარდი უყვარს, ვარდთან მიდის. აი ესე არის სწორად. არც ერთი მოძღვარი ადამიანმა არ უნდა შეურაცხყოს, მაგრამ ვინ შენ გული საერთოდ გაგიწევს და შენ გულწრფელი ხარ, იქ უნდა მიხვიდე. და იმ მოძღვართან უნდა იყო გულწრფელი და ვისთანაც შეძლებ გულწრფელად იმუშაო და შეძლებ გულწრფელობას. და ამას იგრძნობ შენ გულში და რა თქმა უნდა უფალს უნდა სთხოვე, რომ უფალო მომადლე ისეთი მოძღვარი, რომელი მოძღვარიც მიმიყვანს სასუფევლამდე და რომელიც მოძღვართანაც მე თვითონ შევძლებ გულწრფელობას, გახსნილობას და თავისუფლებას, რაც ყველაზე მთავარია. მოძღვართან უნდა გრძნობდე თავისუფლად თავს, აბსოლუტურად თავისუფლად უნდა გრძნობდე თავს, მოძღვართან უნდა გრძნობდე და უნდა ცდილობდე, რომ იყო გულწრფელი, უნდა გიხაროდეს მასთან შეხვედრა, მასთან საუბარი და კი არ უნდა გაძალებდეს მოძღვარი, მოდი აგინო თორე აი დროზე ან რაღაცა, შენ უნდა გიხაროდეს. აი ეს არის სწორი დამოკიდებულება და ესე უნდა ავარჩიოთ მოძღვარი. მიხვიდე ერთ ტაძარში, მიხვიდე მეორე ტაძარში, მოусმინო ერთს, მოусმინო მეორეს, არც ერთი არ უნდა შეურაცხყო და ამ დროს ერთი მოძღვარი, რომელთან შენ გული, გონება, გიკარნახებს და მადლი დაგეხმარება ამით, თუ სწორად მოძებნი მოძღვარს, მიხვალ მოძღვართან და ეტყვი რომ იცი მამა, მე მინდა რომ თქვენ იყოთ ჩემი სულიერი მოძღვარი და დამეხმარეთ. როგორც მაკურთხებთ, როგორც დამარიგებთ, ისე ვიქნებით და უნდა იმუშაო. ცოცხალი ურთიერთობაა საჭირო და უფრო მეტიც ცოცხალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან არის საჭიროც. და რამდენად სწორი არის ხშირად დაინტერესებთ ხოლმე, როდესაც სოფელში სახლთან ახლოს გაქვს ტაძარი, მაგრამ გული არ მიგიწევს, თქვათ იმ სასულიერო პიროსთან მისვლა, რომ რამდენიმე კილომეტრი გაიარო და სხვა ტაძარში იარო. სავსებით შესაძლებელიც არის, იმიტომ რომ ჩვენ მოძღვრები არა ვართ, აბატით ესე შეიძლება თუ შედარება პოლიტიკური აქტივისტები, რომ ჩვენ არ ვაგროვებთ პოლიტიკურ აქტივისტებს, ჩვენ მოძღვრები ყველა ვართ ქრისტეს მსახურები. ჩვენ ვართ მსახურნი ქრისტესი და ჩვენსას არ ვკრეფავთ, ჩვენ ვკრეფავთ ქრისტესას. ჩვენ ვეხმარებით რომ ადამიანმა ჩვენ ვართ დამხმარენი, რომ ადამიანმა იაროს ქრისტეს გზაზე, ანუ ყველას მოძღვარი ეს არის ქრისტე. ჩვენ ვართ მსახურნი, ჩვენ ვეხმარებით და სავსებით შესაძლებელია, რომ თავარი არის, ჩვენ ვეძებთ, რომ ადამიანმა იპოვოს ქრისტე და ქრისტესთან იყოს გულწრფელი, თავისუფალი, გახარებული და რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ აი მე მაგალითად თუ მქონია შემთხვევა, რომ ვინმე აი მამა ვაი მოძღვართან გადავალ ან მივალ, რა თქმა უნდა სულ თავისუფლ, იმიტომ რომ ჩემთვის თავარი არის რომ ქრისტე იპოვოს. ადამიანური არ უნდა გამექცეს ესე ვთქვათ, რომ აიგინა თუ რაღაც მე რა ჩვეულებრივად რა თქმა უნდა შეუძლია, აქედანაც ყველას ვეუბნები, ყველას შეუძლია რომ თავარი არის შენ იპოვო მოძღვარი, ვისთანაც შეძლებ გულწრფელობას, მუშაობას, თავისუფლებას, რა თქმა უნდა იმასაც დავაყოლებო, ოღონდ შეურაცხყოფის გარეშე. არავინ არ უნდა შეურაცხყოს, ხო? რაღაცა აუგის მთქმელი არ უნდა ვიყოთ სასულიერო პირზე და შენ შეგიძლია რომ თავისუფლად მიხვიდე იმ მოძღვართან, რომელთანაც შენ მონაზონი, უკვე სხვა არის, იმიტომ მონაზონი მორჩილებას გამოხატავს უშუალოდ მოძღვართან. მაგრამ ერის ადამიანს თავისუფლად შეუძლია რომ მოძღვართან მივიდეს იმასთან, ვისაც თვითონ გული წრფელად შეძლებს მუშაობას და იქ იყოს დაემოწაფოს მას თავისი სურვილისამებრ. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ და დაგულოცოთ ღმერთმა და ყველას გილოცავთ მარხვის დაწყებას, ყველას მოგილოცავთ ხვალინდელ დღესასწაულს ფერისვალებას და ღმერთმა ინებოს რომ მარხვა მოგმადლოს სინანულისა და ყოველი დღესასწაული და მარიამობა სიხარულისა. ხვალინდელ დღეს ფერისვალებას ეს მარხვა არ არის თევზით ხსნილი, მაგრამ ხვალინდელ დღეს ფერისვალებას ყოველთვის არის ხოლმე თევზით ხსნილი და მრევლს შეუძლია რომ თევზი იხმიოს.